კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო თანამებრძოლებო. ზუსტად 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიკრიბეთ და დავაფუძნეთ ჩვენი დიდი პოლიტიკური გაერთიანება. დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა ჩვენი დიდი პოლიტიკური ოჯახი. ამ წლების მანძილზე რთული გზა გამოვიარეთ ერთად. ჭირშიც და ლხინშიც შეძლების და გვარად ერთმანეთის გვერდით ვიდექით, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთი გამოვცადეთ უთანასწორო პოლიტიკურ ბრძოლაში ხელისუფლებასთან და მე ამაყივარ, რომ ამ გზაზე სიარულს თავაწეულები ისევ ღირსეულად ვაგრძელებთ. ყველა ჩვენგანს გვაქვს ადამიანური მომენტები, როცა ეჭვი გვეპარება ჩვენს თავში, შესაძლებლობებში, ერთმანეთში, გუნდშიც, გამარჯვების რწმენაშიც. ხშირად უიმედობა შეგვიკვდავს, მაგრამ ჩვენი კეთილსინდისიერება და სამშობლოს უანგარო სიყვარული გვაძლევს ენერგიას, საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა, რომ ეს ბრძოლა მივიყვანოთ გამარჯვებამდე საქართველოსთვის. ამ გზაზე ბევრი ბარიერი შეგვხვედრია, ბევრჯერ წავბორძიკებულ ვართ, მაგრამ არასდროს გადაგვიხვევია ამ გზიდან. არასდროს დაგვიშვია მორალური კომპრომისები, არასდროს გვითქვამს უარი ჩვენ სამშობლოზე, სიმართლეზე, კეთილსინდისიერებაზე. ბევრ თქვენგანს უსამართლობა პირადად შეგეხოთ, მაგრამ ისევ აგრძელებთ ამ ბრძოლას. განსაკუთრებული მადლობა თქვენ. როგორც ჩერჩილმა ერთხელ თქვა, წარმატება უნარია გაიარო გზა. როგორც ჩერჩილმა ერთხელ თქვა, წარმატება უნარია გაიარო გზა ერთი მარცხიდან მეორემდე ისე, რომ არც ოპტიმიზმი დაკარგო და არც ენთუზიაზმი. სწორედ მაშინ მოვა წარმატება. ამ გზის ბოლოს გამარჯვება გველოდება. როდესაც ფინიშთან მისულები ჩვენს განვლილ გზას გადავხედავთ, ვიამაყებთ ამ წლებით, რომელიც ბრძოლაში, როგორც თანამებრძოლებმა ერთად გავატარებთ. კიდევ ერთხელ